with love from her. Gazashay, Kahuli, Shemi fucking Joran. საქართველოში მოჭხუბარი, ცოტა აგრესიული ბრაზიანი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად უკვე წარმატებული მსახიობი ვინი ჯონსი ჩამოვიდა. ცხოვრებაში ჩემი ძლია ასე გახსნა. მისი კინემატოგრაფიაში გამოჩენა მთლიანად გაირიჩის დამსახურებაა. კარტი ფული და ორი ლულა სწორედ ის ფილმია, რომელშიც ჯონსის დებიუტი შედგა. სიმართლე გითხრათ, მსახიობობა მე თვითონ არ გადამიწყვეტია, ეს უფრო ბედის წერა იყო. ასე გამოვიდა, გამიმართლა. Fortune really, fate and fortune, you know, good luck and yeah, it's good. It's very easy to გაისთან მუშაობა საკმაოდ მარტივი საქმეა. როდესაც სცენაროს ვკითხულობდი, ყველაფერი ძალიან მარტივად მესმოდა. ძალიან მაგარი რეჟისორი და ადამიანია. მე ბანკი კონსტანტას მოწვევი ჩამოვედი. სარეკლამო რგოლში უნდა მივიღო მონაწილეობა. მათი პროექტის ინბოქსის პოპულარიზაციაში უნდა დავეხმარო. ჯერჯერობით გადაღებები არ დაგვიწყია. დღეს კი აქ სტუდენტებთან შესახვედრად მოვედი. თუმცა იქამდე საფეხბურთო კარიერა იყო, რომელიც 80-იანებში უიმბლდონის შემადგენლობაში დაიწყო. შემდეგ კი ლიდსში, ჩელსისა და Queen's Park Rangersში გაგრძელდა. 1998 წლიდან ვინი ჯონს უფრო მსახიობის სტატუსით ვიცნობთ, ვიდრე ფეხბურთელად. თუმცა მატჩებს სულ რომ არ უყურებდეთ, გამორიცხულია ეს ფოტო მაინც არ გქონდეთ ნანახი. ერთ-ერთი თამაშის დროს ჯონსმა თავისზე არანაკლებ ამბიციურ, ემოციურ და უხეშ ფეხბურთელზე, პოლ გასკოინზე სრულიად არასაფეხბურთო ილეთი გამოიყენა. ფეხბურთის თამაში და მსახიობობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა გიწევს და მუდამ სრულ მზადყოფნაში უნდა იქ. ფეხბურთს ახლაც ვთამაშობ, ხანდახან ლოს-ანჯელესში ამხანაგურ მატჩებში ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. ვინი ჯონსის პირველი ქართული ვიზიტი 1994 წელს შედგა. უელსის საქართველოს წინააღმდეგ. ეს სწორედ ის მატჩია, რომელშიც ფეხბურთელმა მორიგი წითელი ბარათი მიიღო. მის მიერ ლამის ნაცემმა კინგკლაძემ კი გამარჯვების გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, ეს მოვლენა ვინის საკმაოდ მწარედ დაამახსოვრდა. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, გიორგი კინგკლაძეა. ის თავის დროზე ინგლისში თამაშობდა, შემდეგ როცა საქართველოს ხვდებოდით, ჩემ წინააღმდეგ მოუწია თამაში. I think that was like 1994. ვინი ჯონსი საქართველოს ბანკი კონსტანტას მოწვევით ესტუმრა. ბრიტანელი მსახიობი მათი პროექტის ინბოქსის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთვება და ეს ერთობ ორიგინალური, არასტანდარტული პერსონა ქართული ტელეეკრანებიდანაც ხშირად შეგვახსენებს თავს. ვინი ჯონს ჩამოვიდა ძალიან კარგი მიზნით ჩვენთვის, უნდა გახდეს ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტის ინბოქსის სახე. ამ 5 დღის განმავლობაში იქნება ინტენსიური გადაღებები სარეკლამო რგოლებისა, რომლებიც მომავალ თვეებში უკვე ქართულ სატელევიზიო სივრცეშიც გამოჩნდება. დღეს ხვდება თეატრალური სტუდენტებს. სარეკლამო ვიდეოში მონაწილეობის პარალელურად ვინი ჯონსი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. კარტი ფული და ორი ლულა, ევროტური, X-Men, დიდი კუში, ძვლების მტვრეველი. ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ვინიმ სამსახიობო კარიერის საკმაოდ გვიან ასაკში წამოწყების შემდეგ მიიღო მონაწილეობა. ჯონსის ტრადიციული პერსონაჟი აგრესიული, მოუხეშავი ტიპაჟია, რომელიც როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი ქართველი ახალგაზრდას კუმირი ყოფილა. Lockstock-დან Big Chris და Tony Ro არის იმაში, Snatch-ში. იქ არის გენიალური ეს ადამიანი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა თავის დროზე ჩემი ცხოვრება შეცვალა. ჩემი ყველაფერი შეიცვალა. მაშინ გავხდი მაგარი როჟა. You fucking bastards. ამ პროფესიაში არის ძალიან ბევრი იმედგაცრუება, თუმცა როგორც ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა აღნიშნა, არასოდეს არ უნდა დავეცეთ და პირიქით ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა მასავით ოდესღაც ჩვენც გაგვიმართლოს ერთ დღეს. ვინი ჯონს ამ დროისათვის 50-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მაშინ როცა სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ ახალდაწყებული იყო, ისეთ ლეგენდებთან მოუწია მუშაობა, როგორებიც ანჯელინა ჯოლი და ნიკოლას კეიჯი არიან. პირველად მათთან ერთად რომ აღმოჩნდი გატაცება 60 წამში, გადასაღებ მოედანზე ფეხები მიკანკალებდა ნერვიულობისგან, გულწრფელად მოგვიყვა მსახიობი. თუმცა წინ კიდევ ერთი ფილმის პრემიერაა. ამჯერად ვინი პარტნიორობას არნოლდ შვარცენეგერსა და სილვესტერ სტალონეს გაუწევს. მორიგ თრილერში სახელად სამარხი. რამდენად შეძლებს დაუმარცხებელი მოჭხუბარი თავისი არანაკლებ მხარბეჭიანი, უბრალოდ ცოტა მობერებული კოლეგებისათვის ეკრანულ ნოკაუტში ჩაგდებას, ამას უკვე ნამუშევრის გამოსვლის შემდეგ შევიტყობთ. სტალონე და შვარცენეგერი ახლა ცოტა მობერდნენ, ასე რომ მათთან ბრძოლაში მეტი შანსი მაქვს.
მოკლედ, საფეხბურთო მოედნის რისხვა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტიპაჟი მთელ სამსახიობო პლეადაში საქართველოში იმყოფება. მისი მონაწილეობით შექმნილი სარეკლამო რგოლები ეკრანებზე მალე გამოჩნდება და ვინი ჩვენს ობიექტივშიც არაერთხელ მოხვდება.